ეთერშია გადაცემა მედია. ფიქრობ დღეს განსაკუთრებულ გადაცემას შემოგთავაზებთ, ვინაიდან თემა მნიშვნელოვანია და იგი ონკოლოგიის მსოფლიო დღეს 4 თებერვალს ეძღვნება. კიბოსთან ბრძოლის დღეს, რა თქმა უნდა, ჩვენ პირველ რიგში პატიჟებს სტუდიაში იმ ადამიანებს, რომელსაც ყველაზე მეტი შეხება აქვს დაავადებასთან, როგორც პროფესიულად, ისეთ თავისი დამოკიდებულებით პაციენტების უფლებების მიმართ. ამიტომ ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებ სტუმრობისათვის ქალბატონი თამარ კახნიაშვილი, რომელიც გახლავთ ევროპის ფსიქოონკოლოგიის საზოგადოების წევრი, საქართველოს ფსიქოონკოლოგიის საზოგადოების პროგრამული დირექტორი, ფსიქოლოგი და შესაბამისად იგი დიდი ხანია მუშაობს ონკოლოგიურ პაციენტებთან ამ კუთხესაც, ძალიან დიდი გამოცდილება და პროფესორი ირაკლი კოხრეიძე, უამრავი თავისი რეგალიებით, რომელიც ძალიან დაგეხმარება ვფიქრობ ორგანიზაციულ საკითხებზე და კიბოსთან ბრძოლის სტრატეგიისა და გეგმის თემებზე საუბარში. ამიტომ თამარ ბოდიშს გიხდით, მაგრამ თქვენი მე ვართვით ჯერ ბატონ ირაკლისთან საუბარი დავიწყებ, იმიტომ რომ მინდა რომ გარკვეული ქუდი გავუკეთოთ ამ ძალიან მნიშვნელოვან თემას და მინდა რომ სწორედ კიბოსთან ბრძოლის სტრატეგიის იმ გეგმის კუთხით შევხედოთ, რომელიც ქვეყანაში არსებობს. თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ტექნიკურად ცალკე ჩვენ კიბოსთან ბრძოლის პროგრამა, როგორც სახელმწიფო პროგრამა არ გვაქვს, ანუ ცალკე ეს არ ფინანსდება, საყოველთაოს ფარგლებში გვაქვს გარკვეული დაფინანსებები, ცნობილი პროპორციებით და ცნობილი სახით და გარკვეულწილად ზოგიერთი კერძო საზღვაო კომპანიაც რაღაცა თემებს იღებს თავისთავად, თუმცა იქ ძალიან ბევრი დეტალია, რომელიც არხივებს ხოლმე მდგომარეობას. შესაბამისად, მოდით ვისაუბროთ ბატონ ირაკლი თქვენს დამოკიდებულებაზე როგორც სპეციალისტის საორგანიზაციო კუთხით ამ შემთხვევაში და როგორც პრაქტიკოსი ონკოლოგის, რა გეპებს ეგრეთ წოდებულ, რა რიჭოებს ხედავთ დღევანდელ კიბოსთან ბრძოლის პოლიტიკაში საქართველოში. დიდი მადლობა მოწვევისთვის, ამ აქტუალურ თემებზე სასაუბრო ყოველთვის მზად ვართ. პირველ რიგში ვთქვათ, რომ ონკოლოგიური დაავადებები მედიკო-სოციალური პრობლემაა, ჩვენ ამას ხშირად ვსაუბრობთ და სამწუხარო ფაქტია, რომ უახლესი მონაცემებით, თუნდაც აი ჩვენ შევადაროთ 2024-2025 წელს, უკვე არის ძალიან სერიოზული მატება ონკოლოგიური დაავადებების. პროგნოზი 2030-ისთვის არის ძალიან არაკეთილსაიმედო, ჩვენ სხვადასხვა მონაცემებით ონკოლოგიური დაავადებების სიხშირე მოიმატებს 1.5-ჯერ. პირველად გამოვლენის შემთხვევების სიხშირე შეიძლება მიაღწიოს 30 მილიონს მთელ მსოფლიოში და სიკვდილობის მაჩვენებელი გაიზრდება 50%. ეს მეტწილად განვითარებად ქვეყნებზეა საუბარი, მოგეხსენებათ და ეს გამგრეублე იმითი, რომ ბევრი ფაქტორი არსებობს და თქვენს მიერ დასახელებული გეპები, რომლებიც ხელს უშლის ადეკვატური ონკოლოგიური მომსახურების დახმარების რეალიზებისთვის. პირველ რიგში ისეთი ქვეყნებისთვის, როგორც ჩვენი ქვეყანა, ნამდვილად საჭიროა ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბება ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკის და მკურნალობის საკითხებთან დაკავშირებით. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის განაწევრიანება სერვისების, რაც სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ნეგატიურ როლს თამაშობს ამა თუ იმ პაციენტის მართვაში. მესამე და სერიოზული პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს აქვს უზარმაზარი როლი ამ თვალსაზრისით, რომ განავითაროს ეს მიმართულება, ეს არის კლინიკში ჩართული სუბიექტების, ადამიანების რაოდენობის ძალიან დაბალი მაჩვენებელი. ჩვენ ვიცით, რომ ერთი სიცოცხლისთვის საჭიროა როგორც მინიმუმ 60%-იანი ჩართვა ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგის პროგრამაში. სინამდვილეში ჩვენ რას ვხედავთ? ჩვენ ვხედავთ სამწუხაროდ იმას, რომ დაახლოებით 30%-ამდე არის ქალაქის მოსახლეობაში და თვალსაჩინო 20%-ს აღწევს აღარ გადაამიჯებს ამ რიცხვს, მაგრამ აღწევს სოფლად ამ ადამიანების. ეს გასაშუალებლად ძალიან დიახ. მნიშვნელოვანი პრობლემას წარმოადგენს ონკოლოგიური
სპეციალობის მქონე ადამიანთა განათლების, დიპლომის შემდგომი განათლების, უწყვეტ პროფესიული განათლების არარსებობა თქო ვერ ვიტყვი ერთ შემთხვევაში, მაგრამ გარკვეული ხარისხები ნამდვილად არსებობს. ამ კუთხით დიდი პრობლემა არის ის, რომ ქვეყანაში არ არსებობს ერთიანი სახელმწიფო ონკოლოგიური გაცემულება. კარგი მოდელები არის აღებული სხვა ქვეყნიდან, თუმცა ჩვენ ქვეყნისთვის მე მაინც მიმაჩნია და ალბათ ჩემი კოლეგები, ვინც ონკოლოგიის დარგში მუშაობენ, დამეთანხმებიან, რომ ერთიანი ძლიერი ონკოლოგიური სერვისის მიმწოდებელი, პოლიფუნქციური სერვისის მიმწოდებელი ცენტრის არ არსებობის პირობებში ძალიან რთულია ახალგაზრდა კადრების აღზრდა და პაციენტების ერთი ქოლგის ქვეშ, ერთ სივრცეში ურმავა. Polska სახელმწიფო ონკოლოგიური კლინიკა რო არსებობს და ზოგადად ხოლმე საკუთრების ფორმებზე და ამ შემთხვევაში თქვენ ისე გაშალეთ, რომ ამას ბევრი ფუნქცია ექნება. სამშობლოებიც იქნება და კათედრებიც, სამშობლოებიც და ასე შემდეგ. ამიტომაც ჩვენ როდესაც ტიპოსენზია საუბარია, რომელიც მიმწოდებელი იქნება ყველა მომსახურებების, დახმარების ან ყავს, როდესაც ექიმებზე საუბრობენ, სერვისის მიმწოდებელი, უფრო სწორად მიმაჩნია ადამიანი, რომელიც ეხმარება ავადმყოფ ადამიანს. ამიტომ ამ ცენტრის არსებობა ერთმნიშვნელოვნად ძალიან წააგდებოდა ჩვენ ქვეყანას და პირველ რიგში მოსახლეობას. სამწუხარო ფაქტია ის, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში არსებული პრობლემების გამო ჩვენ ეგრეთ წოდებულად გავცდით შესაძლებლობას ყოფილიყავით რაღაცა ფორმით სამედიცინო ჰაბი რეგიონში. ეს სამწუხარო ფაქტია. რეალური შესაძლებლობაც და ჩვენ რომ ონკოლოგიას უყურებთ დღეს და იმ პრობლემებს უყურებთ, რაც დაკავშირებულია საქართველოს მოსახლეობის მიგრაციასთან ამ სერვისის მისაღებად, თუნდაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და სხვა შორის მე ერთმნიშვნელოვნად უნდა ვთქვა, რომ ძალიან კარგია დახმარება, მაგრამ მსგავსი სერვისების მიწოდება ჩვენ ქვეყანაშიც რეალისტურია და შესაძლებელია და მაღალეფექტურია და ასე შემდეგ. ამიტომ ეს პრობლემები ჩვენ გვაქვს. ეს ნდობის ფაქტორია, ის გარკვეული საკითხებია სამედიცინო და პარასამედიცინო, რომელიც ერთმთლიანობაში ქმნის პრობლემას. განა სხვა ქვეყანაში ნამკურნალებ პაციენტებს არ აქვთ იგივე გართულებები, რაც შეიძლება ჩვენ ქვეყანაში ნახოთ. განა იქაც არ არსებობს ისეთი დიაგნოსტიკური ხარვეზები ან შეცდომები, რომლებიც შეიძლება არსებობდეს. სტატისტიკურად მისაღებია. სტატისტიკურად მისაღებია. რა თქმა უნდა ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არაპროფესიონალიზმზე არ ვსაუბრობთ, ეს არ ეპატიება არავის. არაპროფესიონალიზმზე და უცოდინარობით განპირობებულ ჩვენი პაციენტების დაზიანებაზე თავისებურებებს ინდივიდუალურ დაავადების ინდივიდუალურ და სუბიექტის ინდივიდუალურ თავისებურებებთან ასოცირებულ პრობლემებს. თქვენ ახლა შევეხეთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც გეპებში შეიძლება ჩვენ ჩავთვალოთ, ეს არის დაფინანსების გარკვეული მოდელები, რომლებიც იმედი მაქვს შეიცვლება ახალი რეგულაციები. საკითხი, რომელიც ეხება, ვთქვათ, წინა პერიოდში გატარებულ გარკვეულ რეორგანიზაციებს, სამართლებრივს, გულისხმობდა იმას, რომ ხშირ შემთხვევაში ექიმი შეზღუდული იყო გარკვეული აი სერვისის მიწოდების კუთხით ჩაეტარებინა ისეთი მონიზიებები სამედიცინო, რომელიც ასოცირებული იყო საკმაოდ ძვირადღირებულ საპროთეზო მასალების გამოყენებასთან, მატერიალურ-ტექნიკური გარკვეული საშუალებების გამოყენებასთან, ეს არ ფინანსდებოდა. და პრობლემები ასევე ასოცირებული იყო დამატებითი სერვისების შერჩევასთან, დამატებითი ექიმის შერჩევასთან, თქვა კიდევ სხვა საკითხებთან. როდესაც ჩვენ საუბრობთ სამედიცინო საზოგადოებაში ამ პრობლემთან დაკავშირებით, ყველა ერთი და იგივე აზრისადმი ვართ.
სამწუხარო ფაქტია ის, რომ რამოდენიმე შეხვედრის მიუხედავად მარეგულირებელთან ჯანდაცვის სამინისტროში ეს საკითხები ბოლომდე მიტანილი არ იყო და გარკვეული ცვლილებები დასჭირდა ქვეყანას, წინა საარჩევნო პერიოდი იყო, როდესაც ახალმა ხელმძღვანელობამ ჯანდაცვის სამინისტროში ამ ცვლილებების გადახედვის კონკრეტული გეგმები დასახა და ვარაუდები გარკვეული წინაპრებიც იყო უკვე გაჟღერებული. თუმცა ეს პრობლემაა და ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში პრობლემაა პირველადი კვლევების არ დაფინანსებასთან და ვერ დაფინანსებასთან დაკავშირებით. ამ დროს ქვეყანა ხარჯავს უზარმაზარ თანხებს მაღალტექნოლოგიური კვლევების დანერგვასა და ამ კვლევებით პაციენტების დიაგნოსტიკაზე, მკურნალობის ძალიან უძვირადღირებულ მეთოდებზე, ქიმიოთერაპიაზე, იმუნოთერაპიაზე, ტარგეტულ მკურნალობაზე, სხიულ თერაპიაზე და ისეთი პრიმიტიული საკითხები, რომლებიც შეიძლება ძალიან მარტივად გადაწყდეს პირველადი დიაგნოსტიკის კუთხით. ეს ნაადრევ სტადიაში რა თქმა უნდა, ერთ მნიშვნელოვნად. ფინანსდება პაციენტი ერთუშორ გამო არ დააგვიანებს. ამდენად ჩვენ ყოველთვის სამედიცინო საზოგადოებამ მზათა ვართ აპოლიტიკური დისკუსიისთვის და ჩვენ მზათა ვართ რომ ჩვენი მოსაზრებები გავაგებინოთ მარეგულირებელს და ვთხოვოთ მათ რომ მოგვისმინონ, იმიტომ რომ ჩვენ ამას ვხედავთ ჩვენს ყოველდღიურ პრაქტიკაში და ჩვენ ამას სპეციალისტები ხართ თქვენ და თქვენიცით რა პრობლემები და ეს ყოველდღიური პრობლემები ამ ყოველდღიური პრობლემების რაღაცა სისტემატიზაციით და მათ გადაჭრით შესაძლებელია ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე. სწორი მენეჯმენტით არის ზოგჯერ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება შესაძლებელი და სასარგებლო, ვიდრე მაინდა-მაინც ფონდების კაზდით ზოგჯერ ასეც ხდება. ფონდების სწორი გადანაწილება შეიძლება მნიშვნელოვანია, უცხოელი რესურსების შემთხვევაში ეს ამტკიცებული ეჭემიაცი არ არის, ვიდრე დავუშვათ თვითონ ფონდების გაზრდით კონკრეტულ მიმართულებაზე. თუმცა არის გარკვეული მიმართულებები, სადაც ნამდვილად საჭირო არის დაფინანსების გაზრდა ან საერთოდ გაჩენა, იმიტომ რომ არ არსებობს. და ეხლა თქვენ ნებართვით თამუნას ჩავთავ, იმიტომ რომ ჩვენ სასწავლო კიდევ ბევრი გვაქვს იმ ზოგად მონახაში, რომელიც თქვენ ახლა გააკეთეთ და რაღაც გარკვეული მიმართულებები მინდა რომ ჩავშალოთ. თამარ, მე ვიცი რომ თქვენ დაიწყეთ მოღვაწეობა როგორც პროფესიონალმა სხვადასხვა რამოდენიმე პაციენტებთან, მათ შორის ონკოლოგიურ პაციენტებთან და ასე გაჩნდა გარკვეული ინტერესი, იმიტომ რომ გამოიკვეთა რომ სხვა სპეციფიკა აქვს ონკოლოგიურ პაციენტთან ფსიქოლოგიურ მუშაობას, მაგრამ მე უკვე ონკოფსიქოლოგია როგორც მიმართულებაც გახდა ფაქტობრივად საბაბი იმისა, რომ დაიწყო ბრძოლა ფსიქოონკოლოგიის მიმართულების განვითარებისათვის. მაგრამ კითხვა მინდა უფრო ვიდრე თქვენ ამ ყველაფერს გაიხსენებთ მოყვებით და სხვა პრობლემა როგორც დააყენა ბატონმა ირაკლიმ იმას გავყვა რომ არის სამედიცინო და პარასამედიცინო გარკვეული თემები რომელიც მოსაგვარებელია და არის გარკვეული სერვისები რომელსაც ჩვენ დამატებით ონკოლოგიურ სერვისებს ვეძახით რომელიც ყველა ეტაპზე იქნება სკრინინგი იქნება სწორი დიაგნოზი გაშვება ამ სპეციალისტსაც ვეძახით როცა იჭირსებობს და შიში უჩდება გლიკოზ დიაგნოზის და შეიძლება ამიტომარ მიდიოდეს და არა მარტო ფინანსური საკითხის გამო, თუმცა ფინანსური ძალიან მნიშვნელოვანია და დავუბრუნდებით ამ თემას. უკვე დასმულ დიაგნოზის მერე ისე აქვს გარკვეული სტრესი და შიში იმისი, რომ დაგეგმოს ექიმთან ერთად ბუნებრივია მკურნალობა და მიიღოს გადაწყვეტილება პაციენტმა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მკურნალობის შემდგომი ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. ამიტომ მე მინდა გთხოვოთ, რომ ამ სერვისების საუბროთ, რომელიც როგორც ითქვა, მულტიფუნქციური კიბოს ცენტრის შემთხვევაში ერთ-ერთი დეპარტამენტი უნდა იყოს ასეთ კლინიკაში ზოგადად და მოემსახუროს ყველა პაციენტს, არა პირველი
დღიდან, ანუ სკრინინგზე მოსული პაციენტიდან დაწყებული მკურნალობის შემდგომი პერიოდის პაციენტით დათვალა. ძალიან დიდი მადლობა, რომ ეს მნიშვნელოვანი ჩვენი კიდევ ერთხელ გავშალეთ და კიდევ ერთხელ ეს თემა არის შედარებით ახალი ჩვენს ქვეყანაში და ძალიან საჭირო. ის რომ ონკოლოგიურ პაციენტს სჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება, ამაზე ნაბარ აქვს. ეს არის უკვე მოცემული. მეორე საკითხია, როგორ ხდება ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ გვაქვს საზოგადოება, საქართველოს ფსიქოლოგიის საზოგადოება, რომელიც არსებული 2018 წლიდან და ამაში თქვენ დიდი წვლით და ჩვენი მთავარი ფუნქციონალობა ეს არის, რომ ვიმუშაოთ როგორც სამედიცინო საზოგადოებასთან, ისე პაციენტებთან და ესეთი ტრენინგების, სემინარების საშუალებით უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ადამიანებს ამ დარგის მნიშვნელობის შესახებ. ეს უკვე საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯები გვაქვს, პატარ-პატარა, მაგრამ მაინც წინ გადადგმული. პრობლემა არის დაფინანსება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სახელმწიფო ონკოლოგიის მოდის პროგრამაში არ შედის საერთოდ არც ფსიქოლოგიური, არც სხვა რეაბილიტაციის პროგრამების დაფინანსება და რა თქმა უნდა ონკოლოგიური პაციენტი აი ამ სერვისების გარეშე უფრო რთულად ახერხებს ინტეგრაციას იმავე საზოგადოებაში, სადაც დამშრომლობა მუშაობს, მოღვაწეობს, ოჯახი იქნება ეს ახლობლები და ასე შემდეგ. რატომ? იმიტომ რომ კიბო იქნება, რომ ძალიან სერიოზული დაავადება, სერიოზული დიაგნოზია, რაც არ უნდა და მიხარია ეს, რომ ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯებია, ბევრი განკურნების შემთხვევებიც გვაქვს, ადრეული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანი კარგ შედეგებს იძლევა, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც სჭირდება სტიგმა და მაინც საშიშ დიაგნოზა გვჭირდება. და სწორედ ახსენეთ ფაქტობრივად, რომ პირველივე დიაგნოსტირების მომენტშივე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვერდზე ყავდეს მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტი, ფსიქოლოგი, საჭიროების შემთხვევაში ფსიქიატრი და არა მარტო კონკრეტულ პაციენტს, მთელი ოჯახი ჩართულია. მეუღლე, მშობლები, შვილები და ყველა ოჯახის წევრს თავისთვის გასაგები ენაზე უნდა აუხსნა პრობლემის რისკი, გამოსავლები, საჭიროებები და ასე შემდეგ. ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის პრობლემა, ეს არის მთელი ოჯახის პრობლემა და თან ვიცით, რომ ეს არის ერთი და ორი დღის პრობლემა. მთლიანად იცვლება ადამიანის ცხოვრების წესი გარკვეულ ეტაპზე, დღეების განმავლობაში. იჩნდება მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. ფორმები, იმიტომ რომ რაღაცა მკურნალობის ეტაპებზე პაციენტს აქვს რაღაცა ფიზიკური შეუძლებლობა, ფსიქოლოგიური პრობლემები. იცვლება ოჯახის წევრებთან ურთიერთობა. შეიძლება ისეთი ელემენტარული საქმიანობა, როგორც არის მაგალითად ქალბატონებისთვის სადილის მომზადება, მამაკაცებისთვის მაღაზიაში ჩასვლა და ასე შემდეგ. შეკეთება. ანუ აი ამის განხორციელებაც კი რაღაც მომენტში ვერ შეძლოს ადამიანს. ამ დროს შეიძლება ოჯახის წევრის დახმარება, მეგობრის დახმარება და რაც თავარია ღიად შენ პრობლემებზე საუბარი. თამარ, მე მესმის რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემებია, რა თქმა უნდა და მიხარია რომ ამ მხრივ რაღაც ძვრები მოხდა, მაგრამ მე მაინტერესებს ორგანიზაციო თვალსაზრისით, თქვენმა საზოგადოებამ მიაღწია რაიმე ჩვენმა საზოგადოებამ ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ
მართლა ძალიან ბევრი ვიბრძოლე ჯერმისთვის, რომ დაგვეფუძნებინა და ცნობადობა გაგვეზარდა და თუ მიაღწიეთ იმ შედეგებს, რაც ჩვენ ბარიერად დაგვიდგა პირველ წლებში, ეს იყო ონკოფსიქოლოგის, ფსიქოონკოლოგის, როგორც უფრო უწოდებენ, თვითონ სუბსპეციალობის ან ყოველ შემთხვევაში კვალიფიკაციის თემა. იმიტომ რამდენჯერაც ჩვენ ვსწავლეთ იმდენჯერ გითხრას, რომ ნუსხის შეცვლა ესიადული არ არის და ამას ჭირდება ძალიან დიდი მოსამზადებელი პერიოდები, ბევრი უნდა დაგროვდეს, ასე ვთქვათ, აი ამ ექიმთა საექიმო სპეციალობების მომიჯნავე და სუბსპეციალობების ჩამონათვალი რომ შეიცვალოს, ეს ერთი საკითხი და მეორე საკითხი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სერტიფიცირებაზე. ანუ რა სერტიფიკატი უნდა გქონდეს იმისათვის, რომ ონკოლოგიურმა კლინიკამ აიყვანოს ეს ფსიქოლოგი, თუ ის ამას ახლა კლინიკები გვაქარას ახლა საუბრობთ ფაქტის არის გვარი დანაწევრებული ზოგიერთ თუ კარგია და ფაქტია რომ არსებობს და უწევენ ონკოლოგიურ სერვისებს. დაუშვათ კარგი მენეჯერია, სწორად გაიაზრა პრობლემა და აიყვანა ფსიქოლოგი. რა სერტიფიკატი უნდა გქონდეს? ძალიან კარგი შევახერხოთ. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანია პროფესიონალი კადრების არსებობა და სწორედ ამ მიმართულებით 2023 წლიდან მოახერხეთ და ჩვენი საზოგადოებამ დაიწყო კურსი მაგისტრ ფსიქოლოგებთან, კლინიკურ ფსიქოლოგებთან, ეს არის საქართველოს უნივერსიტეტის ფონდზე, CEUS და აქვს პროგრამა, რომელსაც ნახევარსად განმავლობაში გადის სტუდენტი, სწავლობს ფსიქოონკოლოგიას, ყოველ მსახიობებს, აუცილებლობას, რა ასპექტებზე უნდა იქნეს ყურადღება გამახვილებული და ფსიქოლოგებს პირდაპირ ონკოლოგიურ პაციენტთან მუშაობა ძალიან უჭირთ, გაუჭირდებათ, იმიტომ რომ არის ცენი სპეციფიკა რა არის ონკოლოგია და მე ვფიქრობ ხოლმე რომ რაღაცა ონკოლოგის ვარდით, იმიტომ რომ ის დიაგნოზები, რომელიც ხშირ შემთხვევაში შეხვდება რა თემაზე უნდა ელაპარაკო პაციენტს და ხშირად შეიძლება ინფორმაცია გქონდეს ამ დიაგნოზის გარშემო. ამიტომ თუ ეს ჩემთვის ახალი დიაგნოზია, რაღაცა გაურკვეველი, მე თვითონ ვკითხულობ და ვეცნობი ხოლმე, სანამ იმ ადამიანს კონკრეტულ ადამიანს შევხვდები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ესეთი კადრების მომზადებას, პირდაპირ ფსიქოლოგი ვერ მუშაობს და ანუ ფსიქოონკოლოგის სტატუსი ენიჭებათ მათ თუ უბრალოდ ეს მოდული რო აქვს გავლილი, ამიტომ უფრო მეტი მოთხოვნა შეიძლება. უკვე არსებული ფსიქოლოგები, ვინც მუშაობენ ონკოლოგიურ პაციენტებთან, არა იმიტომ რომ ონკოლოგიური კლინიკის ფსიქოლოგია, უბრალოდ მასთან მოდის როგორც ფსიქოლოგთან, სხვადასხვა პაციენტია, მათ შორის ონკოლოგიური პაციენტი. აი ამ შემთხვევაში რას ურჩევთ ასეთ ფსიქოლოგებს? ჩვენ საზოგადოებაში გაწევრიანების შემთხვევაში დავნერგეთ პრაქტიკულად ყოველწლიური ტრენინგ შეხვედრები ფსიქოლოგებისთვის, რომლებიც დაინტერესებულია ონკოპაციენტებთან მუშაობით, მათ ოჯახისწავლთან მუშაობით და შაშამ ჰქონდა ესეთი ტრენინგი საკმაოდ კარგი. მსხვილი სპეციალისტის დახმარებით პირველი ეტაპი ესეთია ფსიქოთერაპიის ჩართულობა ყველაზე ესეთი კრიტიკულ და მძიმე პერიოდში, როდესაც ადამიანი იმყოფება პალიატიური ზრუნვის ეტაპზე და როგორ უნდა იმუშაოს ეს ადამიანებთან, ოჯახის წევრებთან და ძალიან კარგი ტრენინგი იყო, საკმაოდ მასშტაბურიც შეიძლება. ანუ შეიძლება რომ თქვენ მოგმართონ ასეთ შემთხვევაში ფსიქოლოგებმა, რომელსაც უწევთ ონკოლოგიურ პაციენტებთან მუშაობა და გაკურჭება დარიგებები და რეკომენდაციები. აი, ეს მომავალშავად გვექნება ტრენინგი სკრინინგ თერმომეტრზე, ეს დისტრესის სკრინინგის თერმომეტრი, რომელიც საყოველთაო მასშტაბით ყველა ონკოლოგიური პროფილის კლინიკაში გამოიყენება ონკოლოგიური პაციენტის პირველადი ფსიქოემოციული ფაქტორების ერთ-ერთი პირველი დოკუმენტი, რომელიც შევხვდებით. ხო? დიდი როლი გაქვს თქვენ ამაში და ძალიან დიდი მადლობა, რომ ეს არის ჩვენი პრობლემა და
ახლა ბატონ ირაკლისთან გადავიდე, მე ესე დაგიგებინებით თამარ, იმიტომ რომ არ მინდა რომ ეს თემა ჩაგვარდეს. აი აქ მინდა თქვენი როგორც ასევე ჯანდაცვის ორგანიზატორის და ონკოლოგის ბუნებრივია და ექსპერტის რჩევა. იყოს პრობლემები, როგორც გითხარით, სპეციალიზაციასთან დაკავშირებით, დავუყოთ ამას თავი და დავიწყეთ. ზოგჯერ არის ზემოდაქვეყნო და ზოგჯერ ქვემოდან ზემოწმები. ანუ დავიწყეთ პირდაპირ მოქმედება და ფაქტობრივად რამოდენიმე კლინიკა აყვა და ფსიქოლოგები აიყვანეს. ეს არის კარგი, ამიტომ თქვა, რომ პატარ-პატარა ნაბიჯებით მიდიხარ წინვედით. მაშინ როცა ადრე ფსიქოლოგის აყვანაზე საშინელი რეაქცია ჰქონდა ტოპ მენეჯმენტს, იმიტომ რომ ის იყო დამატებითი სერვისი და მისთვის ხალხის გადასწრება უნდა მოჭრილი პროფესიის მაინც ზედმეტი ხარჯი იყო, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ფსიქოკონსულტაციაში და ფსიქოთერაპიაში პაციენტი ფერიქრთის. როცა ეს დაფინანსებული არ არის და ფაქტობრივად კლინიკის ხარჯზე ერთი კონსულტაცია მაინც უჭაუდა, რომ დაიყვანო და შენ უნდა გადავყავ. მე მესმის კერძო კლინიკაა, ეს ბიზნესია და ყავდა სპეციალისტი ფაქტობრივად სიტუაციაზე, როდესაც არ შემიძლია თანხა ცოტა რთულია. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, არსებობდეს გარკვეული გადასახადი, მაგრამ ისეთი უნდა იყოს, რომ პაციენტმა შეძლოს გადაიხადოს, რაც აღარც არ ადამიანები ზოგჯერ იმ შრომისასაც ფსიქოლოგი. მოკლედ, ერთი ეს პრობლემაა და მივდივართ იქამდე, რომ უნდა იყოს დაფინანსებული სერვისი, როგორ შეიძლება ამის მოგვარება. და მეორე პრობლემა არის ის, რომ აი თუნდაც დოკუმენტს, დისტრეს თერმომეტრიას, რომ ქონდეს მანდატორული ხასიათი. აი როგორც ონკოლოგს ვკითხოთ, დავუშვათ, რომ სამინისტროთან დაკავებთ. რომ დედგეთ ადგენილებით ბუნებრივია, რომ ყველა ონკოლოგმა, როგორც გაესაუბრება და თავის ანამნეზს და თავის აკის გააკეთებს, უკვე უნდა შეაფასოს პაციენტი გარკვეულწილად ფსიქოსოციალური კუთხითაც და განსაზღვროს სჭირდება მას თუ არ სჭირდება ფსიქოლოგის კონსულტაცია, რომ ეს გამოუხშიროთ და ყველა არ გავუსვათ რუტინულად. და დისტრეს თერმომეტრის წარმოება ვასწავლეთ. და დავავალოთ, რომ საოცრად უნდა შეიცვალოს. აი, რამდენად შეიძლება ამის ორგანიზება, რომ ეს არ იყოს მე მინდა და გავაკეთე, იმას არ მინდა და არ გავაკეთე და არ დაჭერთ რომ პაციენტი ისეთი პირველ რიგში მე მადლობა შეკითხვებისთვის, არსებობს ისეთ საკითხები, რომლებიც ჩემ კომპეტენციას ცდება, თუმცა მე მიმაჩნია, რომ ის საკითხები, რაზეც თქვენ საუბრობთ, ეს არ არის დამატებითი სერვისი. რა თქმა უნდა, ეს არის აუცილებელი შემადგენლობა ონკოლოგური პაციენტის მართვის. დაწყებული პირველი შემომიჯებიდან ონკოლოგიურ კლინიკაში. თუ რომელ ადგილზე, სად ფსიქოონკოლოგი უნდა ეხმარებოდეს პაციენტს და არა პაციენტს, რამედ მის ოჯახის წევრს და შეიძლება ექიმის დახმარებაც დასჭირდეს. ეს შემადგენელი ნაწილი. მეორე საკითხი დაფინანსებასთან დაკავშირებით. თუ ეს შესაძლებელია დაფინანსებული იყოს და მოხდეს ისეთ ქვეყნებში, როგორც არის ევროკავშირის ქვეყნები, როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც არის მაგალითად პრაქტიკულად ყველა კერძო კლინიკა თურქეთის ტერიტორიაზე, საქართველოს რაღაც ინდივიდუალობით ვერ გამოირჩევა ახალსაზრდელს და არც უნდა გამოირჩევოდეს ეს მეორე. მესამე საკითხი. ანუ შეიძლება. ერთმნიშვნელოვნად შეიძლება. მე უფრო მეცაც გეტყვი. თუნდაც საწყისი კონსულტაცია მე უფრო მეცაც გეტყვი. რა თქმა უნდა, მე უფრო მეცაც გეტყვით. მე ჩვენ ვცდილობ და კარგია რომ რამოდენიმე მსხვილ ონკოლოგიის მიმართულების მქონე მსხვილ სამეცნიერო დაწესებულებაში ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ეტაპების განხილვა მულტიდისციპლინარული განხილვის გარეშე ახდება. და ტუმორბორდით და მეგობრებო, ტუმორბორდის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი წევრი არის ფსიქოონკოლოგი. იმიტომ რომ ფსიქოონკოლოგის გარეშე შეუძლებელია ჩვენ გავიდეთ კარგ ნიშნულზე ონკოლოგიური პაციენტის მკურნალობის მართვის. მე მეორე საკითხია კიდევ იცით ექიმის და პაციენტის კომუნიკაცია ძალიან ხშირად ბევრ სხვადასხვა პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებულიც არის ხოლმე.
შეიძლება ეს იყოს ექიმის მოხუცლელობა, შეიძლება იყოს იქ პაციენტის ზეჭარბი ინტერესი თავის დაავადების და სიმპტომების მიმართ. თქვა, გარკვეული შეგრძნებები იმისი ხო არ დარჩეს პაციენტი მარტო და ასე შემდეგ. ამაზე ალბათ თქვენ უფრო კორექტულად ისაუბრებთ ვიდრე მე, იმიტომ რომ კიდე ერთხელ ვამბობ, რომ მის გამოცდილება სპეციალიზაციის კუთხით არის. ეს ამ სტაფის არსებობა ეს აუცილებელი. არ არის საჭირო ამის რაღაცა საკანონმდებლო ინიციატივა. როგორ არ არის საჭირო, ძალიან კარგი. ხო, რაღაცა ფორმა უნდა იყოს, ამის მიერ დამტკიცებული სამეცნიერო დოკუმენტაცია უნდა იყოს, ხო, დაუშვათ. ერთმნიშვნელოვნად, მაგრამ მანამდეც შესაძლებელია, რომ მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო კვალიფიკაციის მქონე კადრების მქონე კლინიკებმა ეს დაემკვიდრონ თავიანთ ყოველდღიურ რუტინულ პრაქტიკაში. ეხლა მე წერან რომ ვისაუბრე ერთიანი ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის აუცილებლობის და ამის არარსებობის პირობებში არსებული პრობლემატიკის შესახებ, მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ ქვეყანაში კერძო სექტორმა უნდა დააკვინოს და ონკოლოგიური სერვისების მიმწოდებელი კერძო კლინიკები არ იყოს არც ერთ შემთხვევაში. მაგრამ შეუძლებელია შენ ქვეყანას ჰქონდეს ქვეყნის არსებობაზე განაცხადი და რაღაცა დამაყობდე და არ გქონდეს შემდგარ ქვეყანას საუბარი გქონდეს და არ გქონდეს ერთი მულტიფუნქციური ერთი კლინიკა. ამიტომ მე მინდოდა ამაზე ეს აუცილებლად მეთქვა. მე თქვენ კარგად ბრძანეთ გამოდონეკა რომ სკრინინგის ნიუანსი. ძალიან ხშირად სკრინინგის სარწმუნოების დისკრედიტაციის მიზეზი არის ის, რომ არსებობს გარკვეული პრობლემები ექიმსა და სუბიექტს, მოდი პაციენტი არ დავარქვათ, სუბიექტს შორის ურთიერთობის კუთხით. ეს არ არის რაღაცა სუბიექტური მიზეზებით განპირობებული. ეს მიზეზები ის, რომ იქ არ არის ჩართული ფსიქოონკოლოგი, არ არის ჩართული ფსიქოლოგი. იმ ადამიანმა იმ პასუხის მიღების შემთხვევაში, რა პასუხიც არის ონკოლოგიური დაავადებაზე დიდი ეჭვი, ან ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზი, ის ადამიანი პრაქტიკულად იმ დაცემულებიდან თუ ნებისმიერი სხვა დაცემულებიდან რომ გამოდის, ის უმრავლეს შემთხვევაში განადგურებულია ფსიქოლოგიურად და მას ძალიან სერიოზული იმ მომენტში დახმარება სჭირდება. და თქვა ქირურგი ონკოლოგი თუ სამედიცინო ონკოლოგი თუ რადიაციული ონკოლოგი თავისი სამედიცინო საუბრით, საექიმო საუბრით ხშირ შემთხვევაში ვერ მიაღწევს ამ პაციენტის ფსიქოლოგიურ დისტრესიდან გამოყვანას. ვერ შეძლება. ამიტომ როცა არ არის ამიტომ რა თქმა უნდა, სხვა შორის მინდა გითხრათ, რომ მაშინ როდესაც ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში არსებობდა ჩვენი კერძო დაცემულება, ჩვენ სტაფის შემადგენლობაში ყავდა ფსიქოლოგი და მინდა გითხრათ, რომ თავიდან ექიმების გარკვეული სკეპტიციზმის მიუხედავად, შემდეგ ეს მოსაზრებები და მიდგომა და ამ ადამიანთან პაციენტების კომუნიკაციის აუცილებლობა იმდენად რუტინა გახდა, რომ ჩვენ ვერ ნამდვილად. ჩვენ ახლა 2012 წლიდან დავიწყეთ ეს კლინიკაში პაციენტებთან ინტენსიურად განერგვა და ზუსტად იგივე სიტუაცია იყო მიუხედავად იმისა, რომ 2012 ჯერ თავიდან ონკოლოგებთან მუშაობა და თავის გახდა საჭირო. მე ახლა უკვე პრობლემა ზუსტად ხდება პაციენტის საჭიროების მიხედვით გადამოსამართი. ჩვენთანაც ასე მოხდა, როდესაც მე მუშაობდი ონკოცენტრის დირექტორად, იმ პერიოდში მოვიყვანია ფსიქოლოგი შემოხდა ძალიან ბევრი წინააღმდეგობა. ისე ფინანსური საკითხის გამო, სხვათა შორის თვითონ ონკოლოგების მხრიდანაც რა საჭიროა.
მე როგორც ხადი გახდა, რომ ზოგიერთი პაციენტი არ თანხმდებოდა საერთოდ ქიმიოთერაპიას, მაგრამ ან ვერ შედიოდა ოპერაციაზე ბოლომდე სამობდა, ან ნარჩენი მოვლენების თუ გორგიტი მოვლენების გამო მეორე პროცედურაზე აღარ უნდა დავდოთ. დიდი ხარჯი არის. მე როცა უკვე შიში ხდება, ჩნდება ფაქტობრივად ფსიქოლოგის დარიში მე ვიცი რამოდენიმე პაციენტი, რომელსაც უბრალოდ გადასმის დროს გვერდით ეჯდა ფსიქოლოგი მისი ხელი ეჭირა და ესე ჩაიტარა კურსი და დღეს მშვენივრად არიან და გადარჩენადობა მაგარია. უბრალოდ ერთი წუთით რა მინდა, იცით, არ მინდა რომ დავაუწყებთ ასე ვამბობთ, რომ აი ის აზრი გავაგრძელოთ, რასაც თქვი არა მარტო აი ეს მომენტი, რომ სკენინგის შიში, დიაგნოზის შიში, მკურნალობის დაყრდნობით, არამედ გვერდითი მოვლენების მართვა და ის ნარჩენი მოვლენები, ახლა თქვენ რამდენჯერმე ასეთ რომ კიდევ არის ცხოვრებისთვის სიცოცხლის საშიში დაავადებად ითვლება, მაგრამ ცხოვრების ხარისხის გავარდების გამო, ნარჩენი მოვლენების გამო, გვერდითი მოვლენები კაჟელა მკურნალობის დროს ქონდეს, მკურნალობის შემდგომ ის ხდება ქრონიკული დაავადება, როგორც სოფლიოში ისე აღიარებული, ხო? ამიტომ აი ეს თანამდები დაავადებები, რომელიც არსებობს, არა მარტო ფსიქოლოგიური, არამედ ზოგადად კომორბიდიტის რასაც ვეძახით, არა, სისტემური დაავადებები, ორგანული დაზიანებები. ბავშვებს გულის ონკოლოგია და გუნდ ონკოლოგიაც კი ცალკე იმის უკვე, ხო? აი ის საკითხებიც, რომელიც გამუდმებულ პრობლემებს რჩება ონკოლოგიურ პაციენტებს, შეხორცელები, ნარჩენი მოვლენები, ფიბროზები და შემდეგ თუნდაც ამპუტაციის შემდგომი მდგომარეობა. აი ზუსტად ხო. ესეც ხო საჭიროა. ნახეთ, ჩვენ მე შემიძლია ვთქვა პრინციპში არა მარტო ჩემ კლინიკაში. ჩემ კლინიკაში მე მინდა გითხრათ, რომ ჩემი ქირურგიული აქტივობის 80-90% ორგანულ შემანარჩუნებელ ონკოპლასტიკურ რეკონსტრუქციულ ოპერაციებს ეკუთვნის, მაგრამ სწორედ ამიტომ რომ არ მოხდეს შემდგომში. ნამდვილად, რა თქმა უნდა, ბევრი სხვა ფაქტორიც განსაზღვრავს ამას, მაგრამ ასეა, მაგრამ არსებობს კონტინგენტი, თუმცა აი ჩემი სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩემი შრომის სპეციფიკიდან გამომდინარე. არსებობს კონტინგენტი, რომელსაც ჩვენ მასტექტომიას ვუკეთებთ. და ეს ძალიან მძიმედ გადასატანია. თვითონ წინააღმდება ამის ძალიან მძიმედ გადასატანი. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ჯერ არ შეგვისრულებია და გვითქვამს, რომ ხომ არ ჯობია ეს გავაკეთოთ და მათ ეს ძალიან აგრესიულად მიუღია. ძალიან აგრესიულად მიუღია და ძალიან ისე გარკვეული შეთავაზებაც კი ეს არ მოხდეს. მე არა ჩვენ ხო არ ლაპარაკობთ მარტო მამოლოგიაზე, მასტოლოგიაზე, ჩვენ ლაპარაკობთ მაგალითად კოლორექტულ ქირურგიაზე, ხო? როდესაც ადამიანს შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში ხელოვნური უკანასკნელი ჰქონდეს. ეს სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმა განსაკუთრებით არ აქვს მნიშვნელობა მამაკაცისთვის, ქალისთვის, მაგრამ მამაკაცებისთვისაც ეს ოპერაციები, რომლებიც ტარდება სასქესო ორგანოებზე, ეს ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მენტალურ პრობლემას და სომატურ პრობლემას, ჩემო და ამიტომ თუ ჩვენ ამ ადამიანებს ვეხმარებით ამ კუთხით, უფრო ერთი ცნობისთვის რამოდენიმე ხნის წინ მოვკითხე, რომ 1996 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღეს კანონი, რომ ყველა მასტექტომიის შემდეგ ყველა პაციენტს უფინანსდება საკოლოთაო მათი საკოლოთაო ჯანდაცვის სისტემის მიხედვით რეკონსტრუქციული ოპერაცია. ეს მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში მე-20 საუკუნის 90-იან წლების მიწურულს. დღეს ერთმომენტიანი ოპერაციის რეკონსტრუქციული ოპერაციის გაკეთება, რომელიც ფსიქოემოციური და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი კონკრეტული ქირურგიული ნაბიჯია, ის ითვლება პლასტიკურ ოპერაციად და ესთეტიკურ ოპერაციად. ეს არ მოუგენელია. ეს უკან ხევს, ჯერ ერთი ამ დარგს, მეორეც ერთი უკან ხევს სტიგმატიზაციას იწვევს აუცილებლად. ვაი თუ მე ეს დამჭირდეს, აი ეს შიში ჩდება ყველა შემთხვევაში. მე რა მეშვენე. ამიტომ ჩვენ ხო ახალი ველოსიპედი არ უნდა მოვიგონოთ.
უნდა არსებული პრაქტიკის და გამოცდილების პირობებში ვიმოქმედოთ. და თუ ეს პრაქტიკა და გამოცდილება ჩვენ კარგად ვაადაპტირებთ ქართულ რეალობას, ჩვენ არ დაგვჭირდება არ დიდი რესურსები ამის განხორციელებას. გენახავით აბსოლუტურად და თან შედეგები, რომელსაც ეს მოიტანს, გაცილებით უფრო მეტად იქნება ხარჯ-ეფექტური თუ მაინც თანხებს ვსაუბრობ, ვიდრე ახლა ეხარჯება, იმიტომ რომ გამოთვლილია, რომ დაუშვათ 75% სიმსივნეების განსაკუთრებით სწორედ ქალბატონებში გინეკოლოგიური სიმსივნეების საკვერცხის და ასე შემდეგ კუჭის მაგალითად და ასე შემდეგ, რაც თავიდანვე ახლა ძუძუსკიბო შეგვიძლია ადრეულ სტადიებზე გამოვიდეს არ მარტო სკრინინგის გამო, არამედ იმიტომაც რომ რა თქმა უნდა და აი გამოთვლილია რომ თავის ტონის იქნება ფილტვის განსაკუთრებით მოცულობითი, როდესაც არის მუცლის ზოგადად კუჭის საკვერცხის აი ესეთი ორგანოების სიმსივნეები მესამე-მეოთხე სტადიაზე მინდება 75%-ში. ამიტომ არის რომ ჩვენ ახლა ცოტა ხანში ვისაუბრებთ ადრეული გამოვლენის სახელმწიფო პროგრამაზეც, მაგრამ მანამდე იმის თქმა მინდა რომ ხარჯ-ეფექტურობაზე თუ არის საუბარი, არ ჯობია ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი გაცილებით ნატრიუმის სამოცნო ჩარევა დაჭირდება და რა თქმა უნდა ხარჯ-ეფექტურიც იქნება და შესაბამისად როდესაც შიში არ ექნება პაციენტს იმისი რომ მაინდა-მაინც რაღაც უნდა მოკვეთონ და გარკვეული ესთეტიკური თუ პლასტიკური თუ სხვა ოპერაცია დაჭირდება და რაც მე დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. ეს პროცესიც ეს პრობლემაც მოექნება და ეს პროცესი უფრო მსუბუქად წარიმართება, მაგრამ აი წევანდაც საუბარს რომ გავყვეთ, მე მინდა რომ ძალიან კარგად გამოვკვეთოთ არა მარტო ადრეულ სტადიაზე დიაგნოზის გაგების და მკურნალობის დროს მხარდაჭერის თემა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ და მნიშვნელოვანი. არამედ ამ მკურნალობის შემდგომ პერიოდში დაამთავრა. აღარ ითვლება უკვე პაციენტი. წელიწადში ერთხელ დადის, მე ორ წელიწადში ერთხელ დადის. მაგრამ აი ეს პრობლემები მას დარჩა მთელი სიცოცხლის მანძილზე. ხო? დაუშვათ სულფრის უკმარისობა იქნება, ყველა იქნება კუჭმოყრობის მოქმედების. ანუ ქრონიკული დაავადება, ძვლის პრობლემა იქნება თუ დეფორმაციის თუ სხვა. მე არ ვაპარაკობ მარტო ფსიქოლოგიურ ტრამაზე. მე ვსაუბრობ აი ფიზიკურ ნარჩენ მოვლენაზე, რომელიც დარჩა, რომელთანაც ასოცირებულია და ამასთან ცხოვრებას უნდა შეეკვოს. ანუ ცხოვრების ხარისხის აი ამ დონეს უნდა შეეკვოს. აი აქ როგორია ტერმინიც იცვლება, ხო, ფსიქორეაბილიტაცია, ვქია და ფიზიკური რეაბილიტაცია. აი აქ როგორია ჩვენი როლი. ეს მაინც თუ ფინანსდება და შეიძლება გაკეთდეს. არა, სამწუხაროდ არც ეს არ ფინანსდება ჩვენს ქვეყანაში. იმიტომ რომ ზოგადად ფსიქოთერაპიული სერვისი ჯერჯერობით ამაზე ფუფუნების არ გაფიქრება რატომაც. აი პლასტიკური ოპერაციის ზოგადად. არა და პირიქით ზუსტად პლასტიკური არა, რეკონსტრუქცია. რეკონსტრუქცია და პლასტიკური ესთეტიკა. თუ ჩვენ გამოჯანმრთელებაზე ვსაუბრობთ და სწრაფად გაიგოს ამ ადამიანმა რეაბილიტაცია და ინტეგრირდეს კვლავ საზოგადოებაში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ფსიქოლოგიური გამოჯანმრთელება. და ის გვერდითი მოვლენების, ნარჩენი მოვლენების, რაც ყოველდღიურ პათოლოგიებს ახასიათებს, შესაძლებელია მას დაერთად ცხოვრება. უბრალოდ ადამიანმა მიიღოს და გადაეწყოს. ძალიან დაუშვო დაავადება, იგივე ინსულტი ავიღოთ, იგივე შაქრიანი დიაბეტი, რამდენი ქრონიკული დაავადება ვიცით, რომლის გამოც ადამიანი იწვევებულია რომ გადაეწყოს ეს კომატოლოგია არ არის ესეთი დაავადება. ამიტომ ჩვენი მხარდაჭერა და ბრუნდით დგომა პაციენტისთვის შეიძლება კიდევ მეტად მნიშვნელოვანი იყოს აი ამ ყველა ახალ ეტაპზე დაავადების დამარცხების და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შიში, რომელიც დღეს ძალიან აქტუალურად განიხილება, ეს არის დაავადების დაბრუნების შიში. და ყველა ჯერზე, როდესაც 3 თვეში, 6 თვეში, 9 თვეში ადამიანს უწევს მისვლა ჩვეულებრივ ვიზიტზე, სადაც უნდა შემოწმოს მისი სისხლის ანალიზი, მოხდეს კომპიუტერული ტომოგრაფია თუ რეზონანსული. ანუ მონიტორინგს ორი კვირით ადრე იწყება ნერვიულობას. უწილო ღამეები, გაღიზიანება, სამსახურში სიარული აღარ უნდა და სერიოზული სტრესია უფრო მეტი ვიდრე პირველადი დიაგნოსტიკის დროს. ის რაც გამოვლილი აქვს, აღარ უნდა იქ დაბრუნება და ყოველთვის არის ხოლმე სტრესი და პაციენტები
ეხლა უკვე მოგვართავენ ამ პრობლემით. ანუ მანამდე თუ არ იყო ამის მოთხოვნა და ჩვენ ვაძალებდით, რომ აი შევხვდეთ და გავისაუბროთ და მე ვნახოთ და ეხლა მომართვიანება უკვე პაციენტების მხრიდან გაჩნდა და თვითონ ეძებენ უკვე დახმარების საშუალებებს. ანუ კითხულობენ ხო არ ყავთ ფსიქოლოგი, რომ მიიღოს ადეკვატური დახმარება. ეს კულტურა ნორმალურად ჩამოყალიბდა. რაც უნდა, თუმცა ამას დრო სჭირდება. ორი აზრი არ არის. ეს ფსიქოონკოლოგიური სერვისი 1984 წლიდან მომდინარეობს. სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაიწყო მისი ჩაეყარა საფუძველი და მე ევროპის ქვეყნებში განვითარდა და ეხლა უკვე განვითარებულ ბად ქვეყნებში, რომელსაც ჩვენ მივეკუთვნებით. მაგრამ მიხარია, რომ სამედიცინო საზოგადოებაშიც, არასამედიცინო საზოგადოებაშიც პაციენტებში უკვე ეს სტიგმა ფსიქოლოგთან, მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტთან მიმართულების შემცირება. და ეს თემა რომ გავაგრძელოთ რეაბილიტაციის კუთხით, იმიტომ რომ რადგანაც მე ჩემი ცხოვრების აღებული ნაწილი პროფესიული ცხოვრების პრინციპში გავუთმი ამ საკითხებს და ეხლაც რეაბილიტაციის კუთხით მიწევს საქმიანობა, მინდა აი ელემენტარულად თქვა ასეთი რამე. ზოგ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციას საუბრობთ, იქ საუბრობ ფიზიკური რეაბილიტაციას. ანუ ონკორეაბილიტაცია ცალკე მიმართულებაა ფაქტობრივად. თქვენ თუმცა იყოს ტექნიკურად დამატებით სერვისი ქვია, იმიტომ რომ ქიმიოთერაპიასთან და ქირურგიასთან და რადიოლოგიურ სერვისებთან ძირითადად მასში ვერ გავა, მაგრამ ნამდვილად არის აუცილებელი შემადგენელი. აუცილებელი შემადგენელი რეალურად. პრაქტიკაში. და რას ვაწყდებით, აი რასაც ახლა ვიყურებ ისე, რომ მოდის ელემენტარულად რატომ მართავს რა მასტექტომიაზე რო ვისაუბრებთ, თუნდაც ხო ნიფედებით პაციენტი სამწუხაროდ ხანდახან ჭირდება ძალიან დიდი რაოდენობით მიკროკვანძების ამოღება ჯგუფის და მოდის ნიფედებით პაციენტი. ფაქტობრივად მისი ფიზიკური ეს რეაბილიტაციაც, ანუ ვარჯიშები იქნება, ეს თუ პრესოთერაპია იქნება თუ სხვა, ფინანსდება ესეც, ეს არის ერთი მიზეზი, რის გამოც არ მოვიდეს. მეორე მიზეზია, რომ ეს ინფორმაციული ხელმისაწვდომობაც არ აქვს, ანუ არა მარტო ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემა, არამედ ფიზიკურიც არ არის, იმიტომ რომ გეოგრაფიულად ყველას არ აქვს შესაძლებლობა, ყველგან არ არის რეაბილიტაციის ცენტრი, ხო? ან ფიზიკური მედიცინის ცენტრი. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ინფორმაციული ხელმისაწვდომობაც არ აქვს, თურმე ამ ლიფედების მკურნალობის გარკვეული სქემა არსებობს. შეიძლება შემთხვევით მასაჟისთან მოხდეს და ამ მასაჟისთან იაროს პირიქით დაჟეჟილობა უფრო მეტი განვითარდეს. აი ამასთან დაკავშირებით მაინტერესებს ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროება, როცა აქვს პაციენტებს მკურნალობის შემდეგ. რაიმე სქემა თუ არსებობს, რომ რეფერალი გაკეთდეს, რადგან ტუმორ ბორდიც არსებობს. ერთმნიშვნელოვნად ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ძალიან საინტერესო საკითხია, ფართე საკითხია. მე მიხარია, რომ საქართველოში შეიქმნა რამოდენიმე ცენტრი და მათ შორის ერთ-ერთი კარგი დიდი ცენტრი ეს არის ცენტრი, რომელიც შეიქმნა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მიმდებარედ, კერბოკერის სახელობის რეაბილიტაციის ცენტრი, ნამდვილად კარგი ცენტრია და პირადად მე ძალიან ხშირად ჩემ პაციენტებს ვაგზავნე ხოლმე თუმცა აქ არის და აქვს 85 წლის გამოცდილების პროგრამა თბილისის ჩვენ სპეციალისტებს სპეციალისტების კვალიფიკაციას არ უჩვენთ, მაგრამ როდესაც დაფინანსების საკითხია და როდესაც ამ ადამიანების ღირსეულ ანაზღაურებაზეა საუბარი და მათ ჯანმრთელობაზეა საუბარი, ქირურგს არ უნდა უწევდეს აუხსნას თავის პაციენტს როგორ უნდა გააკეთოს, ჩაატაროს ესათვის ვარჯიში. აი ამიტომ როგორ უნდა მოუაროს თავის გარკვეულ პოსტოპერაციულ შედეგებს, ხო? ჩვენ გვიწევს ამის გაკეთება, ჩვენ ხშირად და პირიქით ჩვენ ალბათ იმ მომენტამდე უნდა მოქმედებდეთ, მანამდე, აი როცა გავამთავრებთ ჩვენს ქირურგიულ აქტივობას, მე ეს პაციენტი რეაბილიტოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს, იმიტომ რომ რაც თქვენ ეს ფიზიკური არასრულფასოვნები შეიძლება და ფიზიკურად არსებული გარკვეული დეფექტები საჭიროებს
როდესაც გამოსწორებადია მის გამოსწორება. ახლა ლიმფედემა აღწერეთ, ხო? ლიმფედემა ზედაკიდურის და ქვედაკიდურის ძალიან ხშირ შემთხვევაში თუ დაგვიანებულია, ეს ინკურაბელური პათოლოგია. ეს პათოლოგია, რომელსაც შეიძლება ფიბროზის ფაზაში თუ გადავიდა ლიმფოდემა, ლიმფედემა, ამ შემთხვევაში ეს ადამიანი კარგავს ზედას ან ქვედაკიდურს. ეხლა რეაბილიტოლოგების ჩართულობასთან დაკავშირებით მიაგრძელები მაგალითად თავკისრის ზონის ონკოლოგიის მიმართულება, როდესაც რეაბილიტოლოგების აუცილებლობა არის საჭირო. მისაუბრია ვთქვათ მელანომის ან მსხვილი ძვლოვანი სტრუქტურების ონკოლოგიური დაავადებების დრო ჩატარება, მათ შემდეგ ოპერაციების შემდეგ რეაბილიტოლოგების აუცილებლობაზე. ამიტომ ეხლა კლავაც მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ არ არის აუცილებელი ახალი ანდერძის წერა. ჩვენ არ უნდა დავჯდეთ ახალი ანდერძის წერა. ეს არსებობს ეს გამოცდილება და რა თქმა უნდა ქართული რეალობის, ქართული მენტალიტეტის, ტრადიციების და სხვათა გათვალისწინებით, რა თქმა უნდა ხუმრობით, ახალად ხუმრობით, ჩვენ შეგვიძლია ეს მოდელები გადმოვიტანოთ და ამან იმუშაოს ძალიან. ამის გულისთვის თუნდაც ამის გულისთვის პაციენტი არ წავიდეს ვთქვათ ჩვენი ქვეყნის პარტნიორებს. მე ვფიქრობ ყველანი თანხმდებით იმაზე დღევანდელი გადაცემა იმითია განსაკუთრებული ჩემთვისაც რომ ეს არ არის მე არ ვარ მარტო წამყვანის პოზიციაში რაღაცა საუბარი გვაქვს სტუდიაში იმიტომ რომ ყველა ჩვენი გამოცდილებით ვარ და ჩვენი გამოცდილება გვაქვს გამიმართულებით და რაღაც ჩვენ სატკივარზე ვსაუბრობთ ხო მაგრამ თუ მარტო ჩვენი მოდელიც კი საკმარისია რა ფსიქოლოგი დაუშვათ ადამიანი რომელიც ახლა ამ ცოტას რეაბილიტაციის ინტერესს წარმოადგენს და ონკოლოგი აი მარტო ჩვენ სამიც უკვე მულტიდისციპლინური გარკვეული გუნდი ვართ ხო ჩვენი არსობრივი ინტერესებით და ჩვენც კი შეგვიძლია ამ ცოტას ვთქვათ რომ აი ამ ცოტას რო ყავდეს ეს პაციენტი რომელსაც ჭირდება აქეთ ონკოლოგის ჩართულობა იქ ფსიქოლოგის და აქეთ რეაბილიტოლოგის უკვე შეგვიძლია რეაბილიტაციის ფაზაც კი გავსაზღვროთ, მაგალითად თუ ეს ჭირდება და ძალიან კარგად არის განადგილებული ძალიან ბევრ კლინიკაში ისე არ შევა ოპერაციაზე პრევენციის ფაზა, როგორც ფიზიკური, ფსიქოლოგიური მიმზადება არ გაიაროს პაციენტმა. ასევე პოსტოპერაციული დაუშვათ სხვა აქტიური მკურნალობის შემდგომი ფსიქორეაბილიტაციის და ფიზიკური რეაბილიტაციის ფაზა არ გაიაროს, მაშინ ისე იქამდე მივდივართ, რომ ეს მკურნალობა იქნება. აი მულტიდისციპლინარული გუნდში ფსიქოლოგიც უნდა იყოს, ონკოლოგიც უნდა იყოს და ამაზე ვთანხმდებით. ანუ საჭიროებებზე ვთანხმდებით. ახლა სანამ გადაცემას დავასრულებ, სადაც იმედიანად რომ დავასრულოთ და რადგან მე იდეაში ვარ იქნებ რაღაცა იდეაც შეგვექმნას მართლაც ველოსიპედი ახიდან კი არ გამოვიგონოთ, იმიტომ გვიდგას ეს ველოსიპედი აქ. არამედ შევძლოთ რომ უკვე არსებული პრაქტიკა მოვარგოთ უღონთ იდეა მდგომარეობის იმაში რომ მოდელი მოვიფიქროთ